გამარჯობათ, ვაგრძელებთ ბედის მატრიცის განხილვას და დღეს უნდა ვისაუბრო ამ კონკრეტული ადამიანის საქმიანობაზე, ჯანმრთელობაზე და ფულის სფეროზე. ფული რო ვახსენე, ალბათ მიხვდით, რომ აი ეს ნიშანი, სადაც არის დოლარის ნიშანი, აი ამ ენერგიას ეხება ფულის სფერო. გავიხსენოთ მოკლედ, ძალიან მოკლედ, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს და არის მზესავით კაშკაშა, მზესავით მაცოცხლებელი ენერგიის მატარებელი, ადამიანებთან მიაქვს სითბოს, სიკეთე, სიყვარული, დახმარების ხელი, ასე ვთქვათ, ხოლო მისი მთელი, ასე ვთქვათ, ტალანტი, მისია და შინაგანი სულიერი მდგომარეობაც არის იმაში, რომ კარგად ესმოდეს რა არის კარმა, კანონების სამყაროსი, ღმერთის შესახებ ინფორმაცია და საერთოდ როგორ არის, მინიმუმ როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი, კარმის კანონი, ასე ვთქვათ. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება მასთან. უფრო კარგად გასაგები რო გახდეს, მე მოვიშველიებ ტაროს არკანებს. აი, მინდა დააკვირდით ამ არკანს, ეს არის არკანის სულელი და ეხლა რასაც ვიტყვი, ეს რა თქმა უნდა გააკეთოს, ანუ რა რჩევასაც მივცე მას, რომ კარგად გქონდეს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ დაიბლოკოს ფინანსური შემოსავალი. აი ეს ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული ეს და რა არის ეს? არ შეიძლება ამ ადამიანისათვის არანაირ მატერიალურ ღირებულებაზე ნერვიულობა, შფოთვა, განცდა, დაძაბულობა, ტკივილი, ჩაციკლა. მაშინვე დაიბლოკება ფინანსები, როდესაც მსგავს თემებზე იწუხებს, იფიქრებს. პირიქით უნდა იყოს ძალიან ლაღი, ნახე, რაც უნდა მოხდეს მის თავს, უნდა თქვას, რომ გაივლის, არაუშავს, უკეთესი დღეები მელოდება. ძალიან ასე ვთქვათ, მატერიალურ პრობლემებთან არ ექნება, არ არსებობს რო არ ქონდეს, ხო, ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა პრობლემები, რაღაცა საწუხარი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ნომერ პირველი, ეს არ უნდა იყოს მთავარი თემა დღის და ცხოვრების მთავარი წუხილი. ეს უნდა შეძლოს. არ შეიძლება ამ ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, რუტინული, ძალიან დამღლელი, მძიმე შრომა და გადაკაცვა, იმიტომ რომ ეს მატერია, ხო, აუცილებლად უნდა ნახოს დრო შესვენების, დასვენების და აუცილებლად უნდა ქონდეს რწმენა, რომ თუ ის რამეს მოინდომებს, თუ ის რამეს გადაწყვეტავს და მისი რაღაც შინაგანი ხმა თუ ინტუიცია ეუბნება, რომ ეს მისთვის კარგია, ეს მისთვის საჭიროა, არავის არ დაუგდოს ყური, არავის არ მოусვინოს, გააკეთოს ის, რაც მისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან კარგია ამ ენერგიის მფლობელებისათვის, რომ გქონდეთ რაიმე პასიური შემოსავალი. რა არის პასიური შემოსავალი? ეს არის რაიმე მაგალითად გაქირავებული ფართი ან რაღაცა იმ მსგავსი, სადაც არ ამუშაობს, არ მოქმედებს და ფული შემოსდის. აი რაღაცა მსგავსიზე რო დაიწყოს ფიქრი, კარგია, იმიტომ რომ ეს ენერგია ამუშავდება. აი ეს არის კარიბჭე, თუ ესე არ არის, თუ რაც მე ვთქვი, საპირისპიროდ ხდება და ჩაციკლულია მატერიაზე წუხს, დარდობს, იღლება ძალიან ბევრს, მუშაობს და ასე ვთქვათ, მატერიალური თემა არის ნომერ პირველი მნიშვნელოვანი თემა დღის წესრიგში, მაშინ ფულის ენერგია იკეტება და მათ შორის ჯანმრთელობაც. ეხლა ეს რო არ ჩაიკეტოს, ასე ვთქვათ, ბოქლომი, წარმოიდგინეთ ეს ენერგია, ბოქლომი რო არ ჩაიკეტოს. მოხსენით ბოქლომი, ეს გაითვალისწინა ადამიანმა, გავიარეთ ეს თემა. ეხლა რა არის კარი, რომ ანუ რა უნდა გააკეთოს, რომ ბოქლომი კი მოხსენით, მაგრამ ეხლა ეს კარი გააღოს კარი, სადაც არის. აი ხედავთ ხო, რომ არკანი ეტლია გამოსახული არკანზე და ეს არის რა? ეს არის მოქმედება, სისწრაფე, სუსწრაფობა, ეს არის ძალა საწოვი იმისთვის, რომ რაღაცა მიზანი მაქვს და ეს უნდა ავასრულო. ამიტომ აუცილებელი არის მიზნები. არ არის აუცილებელი, რომ იყოს რაღაცა დიდხნიანი, გლობალური დიდი მიზნები. ყველაზე კარგია ერთდღიანი მიზნები, სამდღიანი მიზნები, ერთკვირიანი მიზნები, ორკვირიანი მიზნები.
ანუ არ არის საჭირო რაღაცა ისეთი დიდი იყოს, რომ დაიღალო ამის ლოდიში, რაც უფრო პატარა იქნება, მოკლევადიანი მიზანი უკეთესი და სასწაულია თუ ამ თქვენს მიზნებში სხვა ადამიანებსაც ჩართავთ. არ არის თქვენთვის ასურველი ერთ ადგილას ყოფნა, ერთ ადგილას ჩიტხმა, საოფისე სამუშაოები არ არის თქვენი. თქვენ უნდა იმოძრაოთ, გადაადგილდებოდეთ ისეთი სამსახური, რაც მოითხოვს აქტივობას, მოძრაობას, ტერიტორიულ ცვლას, გადაადგილებას, მისვლას, მოსვლას. აი მაგალითად სიტყვაზე, აი ჟურნალისტი, ხო არის ისეთი პროფესია, რომ ასე მოძრაობენ ხარ ერთ სოფელში ხარ, მეორე სოფელში ხარ, თბილისის ერთ წერტილში ხარ, მეორე წერტილში ხარ, ერთ სამინისტროში ხარ, მეორე სამინისტრო და ეს ანუ რას გულისხმობ, აი მოძრავი, ანუ მაგალითად ტურისტული გიდი, ხო, სულ დადის მოძრაობს. რაღაცა მსგავსი რომ არ იყოს ერთ ადგილას, ასე ვთქვათ, გაჩერებული. აი ესეთი მსგავს ენერგიას თუ შეიტანს თავის ქმედებაში ჯანმრთელობა და ფულის კარიც გაიღება. აი ახლა კი გადავდივარ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე. ეს არის როგორ უნდა აკეთოს, ანუ რა ენერგიები აკეთოს, რომელიც უკვე არის, ასე ვთქვათ, საწვავი ფულის შემოსვლის და ჯანმრთელობის კიდევ და კიდევ გამეორდების. სანამ ვიტყვი ამ ენერგიას, შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი, ეს არის, რასაც განვიხილავთ ბედის მატრიცა და ძალიან მალე დაიწყება სწავლა უკვე მეორე ნაკადი ბედის მატრიცის წამკითხველებისთვის. შევასწავლი მე ნათია შაი, ასტროლოგია ჯეზე, იქნება ონლაინ ლექციები. ჩანაწერები იქნება ლექციის და სწავლა გაგრძელდება 4 თვის მანძილზე. ჩემი საავტორო პროგრამით მოხდება შესწავლა და სრულყოფილად ვისწავლეთ ყველაფერს პროფესიონალურ დონეზე. და რა არის ეს ენერგია? თქვენ ხედავთ, გამოსახული არის არკანი იმპერატრიცა, დედოფალი და ეს არის ზრუნვა, ეს არის ვიღაცაზე ვიღაცისთვის ცხოვრების შემსუბუქება, გაადვილება, ზრუნვა, აი როგორც კრუხი წიწილებზე ზრუნავს, დედობრივი ენერგიის გამომჟღავნება. ეს არის ურთიერთობა ბავშვებთან, ხო, სამუშაო ბავშვებთან, ქალებთან, განსაკუთრებით. ეს არის იმის მიცემა, რაც მათ სჭირდებათ, ხო, რაღაცა დამხმარე საჭიროება. ეს არის აი მადლიანი საქმე, რაღაცა ისეთი, რაც ვიღაცა სასიცოცხლო სჭირდება, ძალიან სჭირდება. ეს არის აი ხელგეწიფება და გაეცი, აი მსგავსი ენერგია და თქვენ აუცილებლად მოგცემთ რაღაცა რესურს სამყარო, ეს ენერგია რახან გაქვთ, გექნებათ კიდევაც ეს რესურსი, რომ გასცეთ ასე ვთქვათ, მზრუნველობა, სიკეთე, ემპათია, თანაგრძნობა, მხარდაჭერა, რბილი ენერგია, ხო? აი რბილი სათუთი ენერგია, რაც არის მოვლა, მოფერება, ასე ვთქვათ, სიყვარულით ნაკეთების საქმე. და გადავიდეთ ზუსტად იმაზე უკვე რა უნდა აკეთოს ადამიანმა, რომ რა არის მისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საქმე, რომ საიდანაც უნდა შემოვიდეს ამ ადამიანს ფული, აი ეს წერტილი, რომელიც ყველას აინტერესებს. თუ ვინმეს გონია, რომ მხოლოდ აი ეს ენერგია, ცხრა ენერგია, რასაც ხედავთ, მოქმედებს ფინანსებზე, არამც ეს არის ენერგიის მეექვსედი. ასე ვთქვათ, მეხუთედი, მეექვსედი მხოლოდ. მარტო ესე, ვინც გეტყვით, მან არ იცის ბედის მატრიცის წაკითხვა. რა არის ეს ენერგია? ეს არის ძალიან დიდი ცოდნის ენერგია. ეს არის საქმე, რომელიც მუდმივ სწავლას მოითხოვს ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ ჩაღრმავებას, სიღრმეში შეცურვას, ფესვებამდე ჩასვლას, სწავლა, რომელიც არ მთავრდება, სულ უნდა შეისწავლო ეს რაღაც საგანი, ჩახვიდე, ბოლომდე, აი მაგალითად ესეთი ენერგია, ვისაც აქვს, ძალიან კარგია იმისთვის, მაგალითისთვის ვამბობ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ისე არის პროფესიები,
გამრავლებული და ასევე ერთი პროფესია მეორეში ისე შეიძლება შეერწყას, რომ ესე არ დავაკონკრეტებ, ხო, ეს არ არის შუა საუკუნეები, რომ უთხრა აი რაღაცა იყოს რამდენიმე პროფესია, რომ ეს, მაგრამ მე მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ. მაგალითად ექიმები, სულ უნდა ისწავლონ, ძალიან ღრმად უნდა ისწავლონ, ძალიან ღრმად ჩაეძიონ თავის პროფესიას, რომ დადონ შედეგი, ხო? თან არ დაგვაიწყეს, რომ ჩვენა გქონდა სამიანი ენერგია. ხო, ანუ წოდაშვილ ძალიან კაი მედიკოსი იქნებოდა მედიცინის თანამშრომელი ეს ადამიანი, ხო, იმიტომ რომ მსრუნველობა და სწავლა, ასევე ნახეთ ძალიან კარგი არქეოლოგები, ღრმად ჩადიან და ეძიებენ, ძალიან კარგი ფილოსოფები, ხო, ფილოსოფოსები, ფილოსოფია ზედაპირული არ არის, ფსიქოლოგები, რეგრესული თერაპევტები, ეზოთერიკოსები, ანუ ყველაფერი ის, რასაც მოითხოვს სიღრმეს, რასაც აქვს ტრადიცია, ხო, დიდი ისტორია და ესე ვთქვათ, ზედაპირულად თუ იცი არ უნდა შეეხო, იმიტომ რომ შეიძლება დააზიანოს სხვა. ასევე თუ მოგწონთ ვიდეო დალაიქეთ და ასევე სამუშაო სივრცისთვის აუცილებლად გჭირდებათ თქვენი მყუდრო გარემო, თქვენი მყუდრო ადგილი, ეს არ არის ის ენერგია, რომ შეძლოს ქაოსში, რაღაც ესეთ იმაში გაბნეულ სივრცეში მუშაობა, არა, თქვენ გჭირდებათ თქვენი სივრცე, თქვენი სიმყუდროვე, თქვენი გარემო, რომ აი ეს ჩაღრმავება იყოს დიდი, მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ ნაყოფის მომცემი და აუცილებელი არის ამ ენერგიისთვის, რომ ეს ცოდნა გავრცელოთ, მაგრამ ერთი დიდი მაგრამ არის. ეს არის ისეთი ცოდნა, რაც არ არის საყოველთაო, არ არის მასებისთვის და არ აინტერესებს ეს, რაც მე ხლა ვთქვი ყველას, ხო, ეს არის რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რაღაცა გამორჩეული ინტერესების მქონე ადამიანებისთვის. მოკლედ ამ ადამიანმა უნდა მოიძიოს ის ადამიანები, ვინც იმ სფეროში, სადაც არის ინტერესდებიან, მხოლოდ მათ ეხებათ, მათ აინტერესებს და მათ უნდა გაუზიაროს ეს გამოცდილება და ცოდნა. აი ესეთ შემთხვევაში მასთან წამოვა ფინანსები. და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ენერგია, ეს არის ბალანსის ენერგია. სხვადასხვა შემდეგ ნაწილში მე შემოგთავაზებთ უკვე მის სასიყვარულო ენერგიას და ეს ბალანსი არის საერთო ხოლმე ფულსა და სიყვარულს შორის და მინდა იცოდეთ, რომ ეს არის წონასწორობა, რომელიც უნდა დაიჭიროს თავის საქმეში, რომ არ დაირღვეს სხვა ენერგიებთან, ხო? აი სამხარეს ფული და პროფესია და მეორე მხარეს ნებისმიერი სხვა თემა, ან ოჯახი, ან სიყვარული, ან მშობლები, ან შვილები, ან თავისი ჰობი, ან იჭირება, ხო? აი ესე რომ ვთქვათ, აი რა უნდა იყოს ბალანსი, რომ დაიჭიროს. ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული, ეს არის სხვების სიყვარული, ეს არის თანაგრძნობა, ეს თანაგრძნობა ძალიან იგრძნობა მის ენერგიებში და სხვათა შორის მთელი ვედის მატრიცა ლაპარაკობს იმაზე, ყველაფერს აძლევს სამყარო მას, რომ თავისი კარმის შოლტი დაწვას და დაამუშაოს. ეს არის თანადგომა, სილამაზის აღქმა, ესთეტიკის აღქმა, ხო, ეს არის კომპრომისი, ეს არის მოსმენის კულტურა, გაგების კულტურა, ხო, ზღვის ტყავში შესვლის კულტურა, ეს არის ზღვისთვის გალამაზება. აი მას აქვს ეს ხელეწიფება, რომ გაულამაზოს სხვას, ასე ვთქვათ, ან ცხოვრება, ან დღე, ან წუთი, ან წამი არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამ სამყაროში რაღაც სილამაზე სათუთე შეიტანოს და ეს ესთეტიკა მოიტანოს. აი ეს ენერგიები არის, როგორც თქვი, რომელიც მოუტანს თუ ასე მიუდგება, თუ თავის საქმეს ამ ენერგიებს შეუხამებს, მე ყოველთვის ესე ვურჩევ, იმიტომ რომ ზოგი ისეთ სიტუაციაშია, რომ ნამდვილად რომ ამოატრიალოს და შეიცვალოს პროფესია, არ ხელეწიფება, მაგრამ შეუძლია იგივე პროფესია ამ ენერგიებით მართოს და გაუმჯობესდება ყოველთვის ჯანმრთელობა და დაიწყებს ფულის ნაკადი შემოსვლას.
შემდეგი, ასე ვთქვათ, ნაწილი უკვე დაეთმობა სიყვარულს. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და სწავლის მსურველები შემომეხმიანეთ.